დღეს მე და გიგი გათაბაძე ვიმოგზაურებთ ბანგლადეშის სოფლებში. მაგრამ ჩვენი მოგზაურობა არ იწყება აქ. ჩვენი მოგზაურობა იწყება არამედ აქ, დაკაში. ბანგლადეშის დედაქალაქში. წავედით. მაგრამ სანამ ბანგლადეშის დედაქალაქიდან მის უკიდურეს დასავლეთში გადავინაცვლებთ, რომ ყველაზე მიუვალ სოფლებს ვეწვიოთ, იქამდე მინდა რომ მთელი მისი სიგიჟით იგრძნოთ ის ქაოსი, რომელიც ამ ქვეყანაში ყველა ქუჩასა თუ სახლში ტრიალებს. ამიტომ მოდი დავიწყოთ ნაწილი პირველი. ქაოსი. იუდები. Sing it. Yes. Baile, boita. Ხელი მაქვს რა? Good looking. ხელი კიდე გამოვიდა ბიჭო. მოგესალმებით ბანგლადეშიდან, მეგობრებო, სოფლიოს ყველაზე უფრო გიჟური დედაქალაქიდან და მე დღეს განახებ თუ რა ხდება ამ ქვეყნის როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. წავედით. მოძრაობის წესები: სიგნალი, ხმაური, ნაგავი და ნაგვის მდინარეებიც კი. წვიმა, სიცხე, მილიონი ადამიანის ერთდროული სუნთქვა შენს ყურთან. სოფლები, სადაც თეთრკანიანი არასდროს უნახავთ. სკოლები გემზე, საკვები, წყალი, ავტოსტოპი მოტოციკლებზე და ისევ ქაოსი. ეს არ არის ეპიზოდი, რომელიც აქამდე სადმე გინახავს. ეს არის სრული მოგზაურობა ბანგლადეშის გარშემო, სოფლიდან ქალაქში და პირიქით. ამიტომ თუ ოდესმე ბანგლადეში მოხვდებით, მე გასწავლით მასში გადარჩენის ნომერ პირველ წესს. არ ვიცი. ანუ ამ ქალაქში როგორ ეს შენს თუ არ გააფრინე, უეჭველი გააფრინე. ამიტომ ხო, ანუ უნდა გააფრინო. ანუ ყოველდღე უნდა გააფრინო 2 საათი. გამოყვიდე. თორე ანუ რა მაგარია. ყველას მოსწონს. და ყველა იცავს. იმედია ის ხო. ხო დავიზახე და ყველა. ვარდა. ბანგლადეში მოგზაურობის მეორე და დაუწერელი წესია, რომ ყველა ადამიანი უბრალოდ მოდის და გიყურებს და რაც არ უნდა კითხო, ყველაფერზე კის გეუბნებიან. ეს წესი კი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა სოფლებისკენ გადავინაცვლებთ. ერთი წამია დავდექი და მოვიდნენ, რა თქმა უნდა. Black Mirror-ში არის ეგეთი ერთ-ერთი ეპიზოდი რა, White Bear ქვია. მანდარი ეგრეთ მოდიან და გიყურებენ. La policia? Tralalo tralala. Tralalelo tralala. Tung sahur. Tung დავედით, ხა. ჩვენი ძვაკაცი არის გელა დაიაური. გელა როგორ ახარ? ხო გელა კარგად ხარ გელა? გელა მაგარი კაცია. მარკალაია. და წესი ნომერი 3. არასდროს არაფერი ჭამოთ ბანგლადეშის ქუჩაში. რატო? ეს როდინდელიზეთია, რას ფიქრობ შენ? ეს იქნება ალბათ მე-12 საუკუნის სავარაუდოდ. აი ჩვენთან რო ვეფხისტყაოსთან იწერებოდა, აი მაგდროინდელია სავარაუდოდ. აი მკვდარი თევზი ხო არსებობს? ეს არის სუპერ მკვდარი თევზი. რა ჯანდაბა. აჰა, ნახე მოვიდნენ ისე. ხო დავდექი. აი, მოვიდნენ, ისე მოვიდნენ. თქვენ შემოგევლეთ. ნახე, წვერი რა მაგადა აქვს. არც მიდის, ეხა ეს ევროპაში გააკეთა, ხო გაგიჟდება კაცი. ესე დგას შეიძლება მთელი დღე ეს მე თუ არ წავედი ეს არ წავა, ესე ირგება მთელი დღე აქვს. აჰ, კიდე ერთი მოვიდა. გამარჯობა. არ არიან ნორმალური, საყვარლები არის. აქ კი ამ კაცმა დემონსტრაციულად მანახა თუ როგორ შეეძლო გავარვარებულ ზეთში ჩაიყო ხელი ისე, რომ არ დაწოდა. ამ ხელით ცოტა ხნის წინ რა შვებოდა, ეგ უკვე თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია. Street food-ის ჭამაზე სრული ვიდეო გიგის ახსნა შეგიძლიათ რომ ნახოთ, რომელიც უკვე ატვირთულია. ჩვენ კი განვაგრძოთ ჩვენი მოგზაურობა ბანგლადეშის სოფლებისკენ. თუმცა იქამდე აუცილებელია რომ გზა გადავკვეთოთ, ისე რომ მეორე ხელიც არ მოგტყდეს. აი მართლა გულით მინდა რომ მთელი არცით გადმოგცეთ. რა ხდება აქ, რა სიგიჟე უბრალოდ ალბათ ვიდეოში ხო იგრძნობა, მაგრამ დამიჯერეთ მაგაზე 10 ჯერ უფრო მაგარია აქაურობა რა, ანუ 10 ჯერ გიჟურია. და ანუ 10 ჯერ დაუჯერებელია და თუ ოდესმე გადაწყვეტთ რომ აი ცხოვრებაში ექშენი გაკლიათ, ჩამოდით ბანგლადეშში რა შევირჩევა, საგიჟეთია უბრალოდ. ქუჩაზე ყველგან არის საშინელება, შეიძლება მოკვდე, აი ნახე, ოპა, მოდის აქედან ეს მოდი, ვაიმე, მოიცა. სიგნალი, ვაიმე, მოიცა. მართლა არ დამარცხა. ნახე, რა ხდება, ანუ სიგიჟე. ყველა გადასვლა ესეთია ქუჩაზე, ყოველ ჯერზე თავს იგდებს საფრთხეში. პროგრამა შეგიძლია შუა ქუჩაში არო, არა აქვს პრობლემა. აი ნახე, ეხლა დავდივარ შუა ქუჩაში. ზუსტად თან. აი. ხაგიტანა შენ.
უბრალოდ ის ფაქტიც კი, რომ მე და გიგი თეთრკაიანები ვიყავით, უკვე საინტერესო იყო მთელი ქალაქისთვის. სოფლებში კი ჩვენი გამოჩენა საინტერესოსთან ერთად გასაოცარიც კი იყო, რასაც სულ მალე იხილავთ. მაგრამ ამ ფაქტს ჩემ შემთხვევაში ემატებოდა ჩემი მოტეხილი ხელი, რომელიც რატომღაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა ყველა გამვლელში. Fight, gunshot, boom, gunshot, gangster. Do you want to drink tea? Halas. Chinchir, no, I want gun. No. Yeah, gun. Gun, აუ მეათე აღარ შემიმეორე დღეს. აქ ალბათ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ეს კაცი ჩინჩინს მთავაზობდა, რომელიც შემდგომ როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივი ნარკოტიკი აღმოჩნდა. What it is? There? That's cha? Cha. No, no. Me. Let's go. აქ რა თქმა უნდა არანაირი ჩინჩინის გასინჯვას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინტერესებდა თუ როგორ გამოიყურებოდა, რომ მე თქვენთვისაც მენახებინა, ამიტომ მივედი და ვნახე. It's what? Pan. Ame? Good? You go, right? Yeah. Hallucination. Can I? No. არაო, ნარკოტიკი, აი კაცი არის, ჯიგარი ხარ. Say hi. Hi. აქვე მინდა რომ აუცილებლად განახოთ ჩემი beautiful აქცენტი, რომელიც ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს დავამუღამე ეს random გიდებთან ურთიერთობისას. We go where? Novapari. Why? Sadarkar অনেক safe. Why? Beautiful. Beautiful. ჩვენ არ გვაინტერესებს. No beautiful. We want horse. We want beaches. I am let's go. You are let's go. Bye. და რაც არ უნდა კომიკური იყოს, ბანგლადეში არის ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია რომ ტურისტმა იქით დასკამო ადგილობრივი და არა პირიქით. Gigi, selfie. $5. Yeah, $5. $5 selfie. No, selfie. Okay, $2. $2. Okay, let's go. Selfie. Eşini. Selfie. Yeah, selfie. Say hi. Good. რა გიყურე. ანუ good ზახაცა. Good. Good. Pikachu. ჩაიდან. არ ვიცი არა ავტო ვერ გაიგეს და წავიდნენ ვერ მოეშალათ. მთელი დღე შეუძლიათ რა გიდგნენ და არ წავიდნენ. მიდი selfie. Selfie-ში ფული რა თქმა უნდა არ გამოგვირთვევია, მაგრამ ხვდებოდით რომ ძალიან დიდ გაუგებრობაში ვიყავით და ეს გაუგებრობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა სოფელში მოგზაურობის დროს. და მეგობრებო, თუ არ გიდათ რომ ჩემსავით ესე გაუგებრობაში აღმოჩნდეთ და ერთი ქვეყნებში ჩამოხვიდეთ გიგი ქათაბაძის გამო, შეგიძლიათ რომ დაუკავშიროთ Need Travels და დაგიგეგმავენ ტურს, აი ძალიან კარგად, ყველა დეტალს გაგიწერენ, სადაც გაგიხარდებათ. იქ წახვალთ, ბანგლადეში გინდათ, წამოხვალთ, ალბათ არ გინდათ, მაგრამ იქნებ გინდათ, რა ვიცი, მაგასაც შეძლებენ. პრობლემა არ აქვს, რომ მე მაგასთან გამომიშნეს ჩემი დაჟინებული თხოვნით. ხო და როგორც მე და მელაპარაკებოდით, კარგად, ქართულად, ადამიანურად ეგრე შეგიძლიათ რომ მათ ვიწეროთ და ჩემი დიდი რეკომენდაციაა, რომ ზაფხულში, ზამთარში, შემოდგომაზე, როცა გაგიხარდებათ, ნებისმიერ დროს ვიწეროთ და აუცილებლად კარგ ტურს დაიგეგმავენ. აბა, წავედი სამახარ გამიწერა. და რადგან ამაზე ომახიანად ამას სხვაგან ვერსად ვერ გეტყვით, ჩემი მაყურებლების 82%-ს არხი გამოწერილი არ გაქვთ და ძალიან დამეხმარებით თუ უბრალოდ subscribe-ის ღილაკს დააჭერთ. გამოიწერე ჩემი არხი ყველამ! აი! გამოიწერე. YouTuber, yes, YouTuber. What's your channel? You subscribe my channel? No. Huh? No. No. თქვენ ხო იცით წერა, თქვენ Uncle Achi, subscribe ეგ არის. დაკოცეთ ყველას. ეს არის ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას ყოველდღიურობა, აი ყველგან ესია რა. ძალიან უნდა ანობრო პირბადი არ მაქვს წამოღებული. კი ძალიან ცხელა, მაგრამ ალბათ აჯობებდა რა. აი ნახე ის რა შვება. თუმცა ნაგავს ბაღლადეში ყველგან ნახავთ. დინარეებშიც კი. მაგრამ ის ასაც სოფელში განახებთ, ქალაქზე ბევრად უფრო შთამბეჭდავია. თან როგორც ერთხელ ნიაზ დიასამიძემ თქვა, თუ ნამდვილად გინდა რომ გაიგო თუ როგორია ხალხი, სოფელს უნდა ესტუმრო. ამიტომ გადავიდეთ ჩვენი ვიდეოს მეორე ნაწილზე, მოგზაურობა ქალაქიდან სოფელში. მე მგონი დროა რომ სოფლებში წავიდეთ, ხო? დავაწეკით სოფელში. აეროპორტში გავეშუროთ. აქედან ეგრევე. აბა, წავედ უსტრაფესი ტრანსპორტ. მაგარი კაცია. ცოტა სასტომში კი ვართ, მაგრამ არ აუშავს რა. ამ ურმით აეროპორტამდე ვერასდროს ვერ მივიდოდით. ამიტომ გავაწყვეტით რომ ტრანსპორტი შეგვეცვალა და ავტობუსში გადავჯექით. ნუ თუ შეიძლება რომ ამას ავტობუსი დავარქვათ, რადგან თავად დააკვირდით თუ რა დღეში. Good? Yes, let's go. აჩუ სად მიდია რა ნომერი? ამოწა ეს
ეს არის დიდუბეჭუხურეთის მარშრუტკა, რო იცოდეთ, მაგარია ძა. გაგიკვირდებათ და ავტობუსში ხალხის გაცნობა კიდევ უფრო მარტივია და აქ გავიცანი ჩემი კარგი მეგობარი არეს აკანდა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბანგლადეშელი კონტენტ კრეატორი იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში თვითონ ესი ამბობდა. I'm content creator of Bangladesh. ბანგლადეშ კრეატორ. კონტენტ კრეატორ. კონტენტ კრეატორ ბანგლადეშ. How can I find you? Instagram. Instagram, yes. Oh, Amkaz, what's your name? Anis Akanda. Ares, აგერ ნახეთ ხალხო გამომიჩნდა. Anis Akanda. Aris Akanda. Bangladesh. გეტყოდით აკანდას არხი გამოიწერეთ თქო, მაგრამ ერთხელ სუფრის დროს პირდაპირ ტუალეტიდან დაგვირეკა, როცა საქართველოში ამ ვიდეოს მონტაჟი მიმდინარეობდა და ამიტომ დიდად რეკომენდაციას ვერ გავუწევ. მაგარი უსაფრთხოა. გულწრფელები რომ ვიყოთ ბანგლადეში უსაფრთხო არაფერი არაა. მათ შორის ჰაერის სუნთქვაც კი, რადგან ეს ქალაქი ჰაერის დაბინძურების დონით ტოპ 10 ყველაზე ცუდ ქალაქ შორისაა. თუმცა სწორედ ეს სიგიჟეა, რაც მოგზაურებს мотиваციას გვაძლევს, რომ უფრო მეტი განახოთ და მე და გიგის ტუკ-ტუკზე გადავჯექით, რომ თან აეროპორტში მიგვესწრო და თან ბოლომდე შეგვეძლო ქალაქის ექსტრემალური ქაოსი. აი ესე უსაფრთხო დაკიდან დახე. აქედან გადაუსვან. მიდი. აქედან შევარდი ეგრე. მიდი. აბარა, მიდი წავიდა. შეუტეღო იმა. იმენ აი. შარტე, გადმოვადი. აკაურობის ღირსშესანიშნაობა არის მეგობრებო გაბმული სიგნალები. დავიდა გაასიგნალა. Hello, how are you? არც ერთი ატრაქციონი არ ჯობს ამ გამოცდილებას. ავაი, წავიდა გადაასარი. ოპა, მიყვარს. პოლიცია მოდის. ლა პოლიცია. ვაიმე, ხელი კიდე გამომწყდა, ბიჭო. შეძმობას მიწავარ. რა მოხდა იცი? ანუ არა, მაგარი უსაფრთხო ქალაქია, მეგობრებო, ტოპ პირველი ქალაქი არის სოფლიოში უსაფრთხოები. ხელი აი ამ მომენტში მომწყდა კინაღამ, რადგან ლამის ავტობუსს შევეჯახეთ და ძალიან მიხარია, რომ ისაც ცალხილად ყოფნის დროს საერთოდ უხილოდ არ დავრჩი. ასეთი გიჟური მოგზაურობები წინ კიდევ ძალიან ბევრი იქნება და რა სიტყვი. სპონსორად სადაზღვევ კომპანია მგონი არ მაწყენდა, ხო? ქალაქიდან გასვლამდე კი სასტუმროში მივედით, რომ ჩვენ ნივთები აგვეღო და აეროპორტისკენ გავემართეთ. მაგარი ბათუმში ხარ აი. მენა ბათუმში ვარ ხელმოტეხილი, ვიღებ ვიდეოს. ნახეთ ხალხო. აი ესე მონა ვნახე. ჩვენ და გასაკვირად ბანგლადეში შიდა ფრენები საკმაოდ გამართულად მუშაობს და ამ ფრენის სპონსორია გიგი ქათამაძე. დიდი მადლობა გიგის, რომ ავტობუსით ჯაყ-ჯაყს გადამარჩინა. გავედი, თორე ადგილები აღარ იქ. მართლა აღარ იდება, ფეხზე დგომით რო ხარ. სეფოდროდ გახარ ფეხზე. ეგრე შემოერე. მიდი ბიჭო, მიდი გიგსონ, მიდი. აუ და მე სკონდეს მეორე ხელი. დაჯექელიში. რა მიყვარს ხელმოტეხილი მოგზაურობა, ყოფილა ხალხო საოცრება თურმე რა. ბანგლადეში ყოფილა ზემოდან ულამაზესი გადახედე, ამას მეტჯერ ვერ ნახავ. ანახე ხალხს. სიტყვაზე მინდეთ. ეხა სოფლი ჩამოცი. ფრენის დროს სასწაულიც მოხდა და საჭმელიც მოგვიდანეს. ნუ ხო, რაღაც საჭმლის ნაირი მაინც. აბა, საჭმელს გვაძლევენ? წყალი. აი, ეს რა? კლინაში რამდენი გადავიხადე? ხო, $40 და ეს რა, ეს ნახოთ unboxing-ი. აჭაბული. ედას მიცავარ, ანუ ქართულ ავიახაზებთან შედარებით აქაო ისე მოსწრიგებული. შენი იმას მე ბანგლადეშური სნექი მოგწამლავს თო? წაცუდი. ვაი, წაცუდი. ვერ განავყლა მამა. დაიყოს, ყუბო იყოს. აუ რა, ეს აი საზღარი კაცი არის, ჭამჭეჭება. ოპა, ახლა როგორ ცელის თათალა. აბა სული კაია. სანამ ესენი ამ საშინელებებს ჭამენ, მე მოგიყვებით სოფელში მოგზაურობის გეგმას. ჩვენი გეგმა მდგომარეობს შემდგომში, რომ უნდა ვნახოთ სოფლები, სადაც არანაირი საკომუნიკაციო საშუალებები არ აქვთ. ჩემ მეგობარ ChatGPT-სთან კომუნიკაციის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ნატორეს რაიონში არის სოფლები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში ხშირი წვიმიანობის გამო ყოველთვის იტბორება. ამიტომ ადგილობრივებმა ნახეს გამოსავალი, რომ თუ ბავშვები ვერ მიდიან სკოლაში გარემო პირობების გამო, თავად სკოლები მივიდნენ მათთან. ამ სკოლებამდე მე და გიგი რა თქმა უნდა ავტოსტოპით ვაპირებთ მისვლას, რადგან გამოვცადოთ თუ როგორია აქაური ავტოსტოპის კულტურა. ამასობაში მგონი ის ორი ჭამას მორჩნენ და დაფრინდნენ კიდეც და მოდი ვნახოთ ერთი რას შვებიან. აჰა, ჩამოგიყვარე სოფლად, ხო ჩამოგიყვარე. ამას ქვია ადგილი. მაგარია. ეს ყოფილა
აი რო შეისუდგავ და იქ ხო ვაფშე არ შედიოდა ჰაერ ხო დაკაში აქ აქ მაქსიმ 7-ია რო ჩავოდიხარ ზადო არავინ არა არავინ არა რა მაგარია იერაღიანი კაცი გქონდა სადა ბა ნო How are you my friend აი ეს მეგრობული დავიჭირა ჯობია აეროპორტი ახლა როგორ გამოიყურება აქ არის ხო ხედავთ უკან ხედავთ თვითფრინავს გამოყვით ზო მორჩა ეს ბოლოს გასასვლელია აეროპორტის გამოსასვლელი ისეთივეა როგორც ყველგან ტაქსისტები ცდილობენ რომ შენით ფული გააკეთონ ამიტომ მე და გიგი ფეხით გავლავარჩიეთ და ადგილობრივი სოფლის ბიჭსაც მივადექით სადაც ესეთი ხმა მოგვესმა Georgia, Cabraskelia. კვარაცხელია იუნო კვარაცხელია მეგობრო აი კვარაცხელია რო იცი აი ბანგლადეში სადღაც საღოლძმაო კვარაშენ ყოფილ ხარ ბანგლადეში კვარაცხელია Yes. ესტეჟე Yes. Next Maradona. მექს მარადონა კვარადონა ჯიგარი ხარ ჯიგარი კვარაცხელი მექს მარადონაო აძმაო კაც ხო გითხარი მაგრად ჩამოგიყვანებეთ რა ქვია ესეთო რა გქონდა დაჟაშвили აი ვარ აი ჩამოვედით არც ვიცით ვაფშე აქ რა შემაგუ კლავენ სასტუმრო არ გვაღამდება არა ესეთია უშავ მოგზაური ხვალ დილის 6 საათზე სადღაც მივდივარ აგერ მივიძე თან სადევ როგორც ხედავთ აქ ეგრეთ წოდებული ბირჟის ეგრეთ წოდებულ ბესეთკაშიც მიგვიპატიჟეს სადაც ადგილობრივი რძიანი ჩაის გასინჯვა შემოგთავაზეს ამ ჭიქიდან რამის დალევა კი ძალიან არ გვინდოდა მაგრამ თავაზიანობა მოითხოვდა რომ გაგვერისკა და ჩვენც გავრისკეთ აჩი ძიო არ შეიმჩნიო ძალიან tasty ვარდლა კაია შემოგვიწავარ მაგარგები yes it's good Sketchy. so good yeah it's so good ვარდლა მაგარია but it feels like coffee similar თუ არ მომკლა ძალიან მაგარია ხალხო ვიღერა ძალიან გაგვიმართლა რომ ეს ბიჭი ინგლისურად საუბრობდა და როგორც მასთან საუბრით გავარკვიეთ სკოლები რომლებიც გემებზე იყო გაშენებული საერთოდ სხვა რეგიონში იყო დღეს კი აი აქ გვიწევდა დარჩენა რადგან უკვე საღამოვდებოდა tomorrow we are going to floating schools do you know floating school in Padba no near in nature yeah like Nator. nature yeah Nator. yeah, there is like a boat going and they are teaching school is there Acha, acha. do you know it or not No, I don't know. It is a different city. It's far from here. how we should go there You can go by train. You can go by your own vehicle. You can go by bus. Then you have to go with train. ჩვენ ახალგაზრდობილ მეგობარს დაუჯერეთ და მეორე დილით ადრიანად მივედით მატერიალის გაჩერებას. თუმცა რა თქმა უნდა მატერიალმა დაგვიანა და ჩვენც ისეთ ვითარებაში აღმოჩნდით, რომელსაც არავის არ გისურვებდით. გამანებო თავი რა გინდა მითხარ? გამანებო აი შეხედე რამდენი არის. ანუ ვაი სიმშვიდე দেখেন গাইস আমরা বুঝতে পারছি না ভাষা কেঙ্কা ანუ სიმშვიდე შეუძლია ანუ ხოდ გახარ. ხება ვიდგე ჩემ სკროლო აი ესე პროსტა ხოდ გავარ. აი ესე მოდია და გვიყურებენ. ჯოხაზა რეალიტი შოუს პერსონაჟი მგონია თავის შეშება. Black Mirror-ია. წავიდნენ რა পড়াশোনা করলে তো আরে আপনি মূর্খ არა არ თავდებიან რა. ალბათ აქამდე შეამჩნიეთ, მაგრამ აქ კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ქუჩაში ადამიანთა უმეტესობა მამრობითი სქესისაა. ეს განპირობებულია იმით, რომ ბანგლადეში მუსულმანური ქვეყანაა და წარმოიდგინეთ, რამდენად რთული ასატანია მილიონი თვალის დაჟინებული მზერა. მთელი დღის განმავლობაში, რომლებიც თან არაფერს ამობენ და უბრალოდ გიყურებენ. თუმცა ჩვენ ხო ათში და გიგი ვართ და ყველგან ვნახულობთ მცირე გამოსავალს მაინც და ბაქანზე მატარებლის ოდენისას ბანგლადეშელი მეცო სოპრანო გავიცანით, რომელიც მართლა შეევნათ მღეროდა ადგილობრივ ფოლკლორულ სიმღერას. Sing Sing. Yes, yes. ঘৃণা লজ্জা ভয় থাকিলে প্রেম হবে না হবে না ওরে যে করে আত্মসমর্পণ তার প্রেমে আর গোল বাঁধে না ঘৃণা লজ্জা ভয় থাকিলে প্রেম হবে না পঞ্চরসে মাথা যেজন রসিক সুজন সেই মহাজন অন্তরে যার পরশ রতন সেই করে স্বরূপ সাধনা ঘৃণা লজ্জা ভয় থাকিলে প্রেম হবে না Bravo, good job. ამასობაში როგორც იქნა მატარებელიც მოვიდა, რომელშიც რა თქმა უნდა დასაჯდომი ადგილი არ იყო. და ისეც ხილოდა რომ გვეგონა მალე გული წაგვივიდოდა. ზოგადად ბანგლადეშს აქვს პოპულაციის სინვლის პრობლემა, რადგან ამ არც თუ ისე დიდ მიწაზე 175 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რითაც ისინი მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებენ. ეხლა ვართ მატარებელში და ვიდივარ ჩვენი დანიშნულების წერტილისკენ.
ისე ცხელა რომ აი არ ვიცი. აი არ ვიცი. ეს არის ჯოჯოხეთი ამაზე უარესი თუ არ მინდა რომ მოვხვდე. გახდათ არის. ბანგლადეში თუ ჯოჯოხეთია. არა, აი ამასაც ვერ გავუძლებ. თუმცა აქ ჯერ არ ვიცოდი რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი წინ მელოდა, რადგან მატარებლის სადგურიდან გამოსვლისთანავე სოფლის ბაზარზე მოვხვდით და ყველა ამ ადამიანმა, რომელსაც ეხლა კადრში ხედავთ, ჩემს გარშემო წრეს შეკრა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს რას ვუძნობდი ამ მომენტში, მაგრამ ეხლა რომ ხედავ ამ კადრებს, ნამდვილად ცოტა საშიში შესახედია, როცა ამდენი კაცი გახვევია გარშემო და შენ ამ წრის შუაში ხარ. Georgia. From Georgia in Bangladesh. Yeah, Georgia. 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 Yes. You're a gentleman. Gentleman, yeah. Yes. უჩვენებს, ფილმზე რა არის? What is your name? What is your name? Archil. My name is Sojul Islam Khan in Bangladesh. Good job. Good, great. რამდენი არია? თუმცა როგორც ჩანს მალევე მოვშინაურდი, რადგან კიდევ უფრო საპატიო სკამზე გადამიპატიჟეს. Sorry. Yeah. No, thanks. Oh. მეფე ვარ შეჭი. აი ამ ვიდეოდან მეგობრებო, ჩემი სპონსორია ბანგლადეშელ მუშათა კავშირი. დიდი მადლობა მათ, რომ ჩემს არხს ასპონსორებენ. აუ მარცხენა ხელით ვევრწერ. Lachi ხელი მე მეც მომიწერე რა. WhatsApp number. WhatsApp number. მეშინია შეჭება, არ დამთავ. გამოიწერეთ ყველამ ჩემი არხი. ქვეშ მოგევნეთ. თუმცა როგორც მალევე გავარკვიე ამ ხალხს კბილები წითელი იმიტომ ჰქონდა რომ ამ რაღაცას ეწეოდნენ თუ ჭამდნენ და მე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შემომთავაზეს. ამიტომ ისინი ჩემი სპონსორები აღარ არიან და მე ისევ ვეძებ ახალ სპონსორს ახალი ვიდეოების გადასაღებად. Okay, go. Okay, bro. Now I go. Thank you very much. Good people, love you all. Good people. Love you. იმენა ძმაო. Everyone love you. გოფილი ხარ შეჭე. ნობილი თელი ბანგლადეში ჩვენ გვიგებს იმენა. რასი გიჟია? ყველა რომ მოდის. და სწორედ ამ ემოციებში ვიყავით, როცა კიდევ უფრო გიჟური რაღაც მოხდა. ავტოსტოპზე მოტოციკლეტმა გაგვიჩერა. ნატორე? დაჯი მალე. ხელი მოტეხილი ამას ვარდი. აიმე. მეშინია. აიმე. შოარ, არიო შოარ. აიმე. სემი კარგი. აიმე. მეშო მეორე ხელსა. ჩემი კუდი. აიმე. აინა ტოკიო. სამი კაცი ვარ რაღაცა და მე ხელი არა მაქვს. მე 4 ჩანდა მიკიდია შეჭება. ჩემი კაი. კუნიგა. კიდე კაი მე TBC დაზღვევა მაქვს, თორე ამას ვერ გაურისკავდი ძმო. ხო და მე დაზღვევა არა მაქვს და ვინმე დამაზღვიეთ. 1000 კომპანია დამასპონსორეთ, ვინმე მოვკვდები ასე. თუმცა საბედნიეროდ ციკლს გადავურჩით, ხელი შევინარჩუნეთ და მეორე ავტოსტოპით წამებში გავაჩერეთ. წამო დაკაში ჩავიდეთ ესე შეჭება. მართლა ყველა აჩერებს ბიჭო, ანუ მოკლედ ხალხო, თუ მე ბანგლადეში მოხვდით, ჩვენი რეკომენდაციაა რომ გასტოპეთ. თავარეთ ერთკანიანი იყოთ. თუმცა წინ კიდევ უფრო გიჟური რაღაც გველოდა, რადგან სულ მალე ელექტრო ურემმა გაგვიჩერა. ეს კაცი უკან მოვყვება რა. აქ ხო ჩანს. ესე მოვყვები. რა მეთქი არ გეუბნებია და. ეს პროსტა. Hello, can we come? Hello. We come. Can we come? Yes. Sit. Okay. მაგარია, შუაგრა ასწორებს. ამით როდის ჩავალ? ავედით. აი ეს დაждდა. Hello my friend. Hello, man. Who are you? You speak English? ვაიმე ჩემი კუდი. წავიდა მოაქვს, აუ რა კაცია. Thank you my friend. Thank you my friend. Bangladesh. ბევრი ვიარ თუ ცოტა მივადექით ნატორეს რაიონის ყველაზე უფრო მიუვალ სოფლებს, სადაც სეზონური წვიმების გამო ადამიანებმა ნახეს გამოსავალი, რომ სკოლები გემებზე აეშენებინათ. და ჩვენც რა თქმა უნდა ამ სკოლებში ვიზიტს ვაპირებთ. რისთვისაც აუცილებლად ნავი დაგვჭირდება. სადა ვარ ჩემო? ის საჩო. ხოლმე მეორე ხედები თუ ის არის და. ანახი წინ გეხოთიშია.
არ მოგვიტაცო შეჭება არ სად მივყვებით ანუ ნახე სად მივდივარ აქ რატომ მივყვებით ეს სად მივდივარ რატო ვენდობით ამ ხალხს რატომ მივყვებით ეს ნამდვილად არ იყო ადგილი, სადაც ტურისტები დადიან. აქაურობა ნამდვილად შეიძლება შევადაროთ ქართულ სოფელს, სადაც დიდად არც გზა მიდის და არც ტურისტი მივა თავის ნებით. შესაძლოა ამ ბავშვებისთვის პირველი თეთრკანიანებიც ვიყავით, ვინც რეალურ ცხოვრებაში ნახეს. მაგრამ ისე საყოველად გვიღიმოდნენ, რომ შეუძლებელი იყო ცუდ რამეზე გვეფიქრა. შეხება ვიცი ისე შეხედე ეხლა ვაკეთებ ძალიან რთულ ოპერაციას ხალხო დრონის აფრინას აპირებს გიგი და შეიძლება დაგწхон იმიტომ რომ არ ამგონი ნანახი კონდეთ ო ჰელო სიმართლე რომ გითხრათ, აქ თავი მართლა ფილმის პერსონაჟი მეგონა. სულ მინდოდა რომ დიდი აღმოჩენების პერიოდში დავაბადებულიყავი და ესე გემით მემოგზაურო რომ ახალი მიწები აღმომეჩინა. და ამ მომენტში ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა. და ძალიან მიხარია რომ ეხა ამ უნიკალური ამების თქვენთვის გაზიარება შემიძლია. აი ესე ხალხო ჩემი სიბერები ნახი აგერ ბანგლადეშის სოფლებში good looking really good how old are you 9 ბუცაი oh yes კი ეგარიო მართალი ვითხრა ჯიგარი ხარ აქ დროებით კაპიტნის როლის მოვირგე და მცურავის სკოლებისკენ გავეშურე. კაპიტანი ზოგჯერ უხელო მაგრამ მარცხენა ხელის მქონიო წარმოიდგინეთ ბავშვობაში რომ თქვენთვის ეთქვათ რომ სკოლაში კი არ მოგიწევდათ წასვლა, არამედ სკოლა თავად მოვიდოდა თქვენთან. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგრად გამიხარდებოდა. ბანგლადეშში კი მცურავის სკოლები აი ესე გამოიყურებიან. hello english তোমরা ইংলিশ জানো তাই বলছো little english লিটল কিছু ইংলিশ জানো მდინარის ამ გაყოლებაზე ძალიან ბევრი სოფელია, რომლებსაც არ აქვთ არც ელექტროენერგია და არც საკომუნიკაციო საშუალებები. ეს პატარა გემუკა კი აღჭურვილია მზის პანელებით და დღის კონკრეტულ მონაკვეთში სხვადასხვა სოფელს სტუმრობს. ესეთი გემები ამ რაიონში რამდენიმეა, რომ ბავშვებმა წერა-კითხვა ისწავლონ და საბაისო განათლება მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. იქ ზემოთ გამოიწერი არხი და მე ხელმოტეხილი რამ ჩამოგიყვანა აქ ეცეთ რაღაცები your name My name is Mili. Mili you know english or not english he knows english little bit ახლა ეს ყოველი ახლა she საინტერესო ეს ბავშვები ხარ ასპექტობენ ჩემს ჩვენ დაბავარ ნამდვილად არ ვიცი რას ფიქრობენ ეს ბავშვები, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მათი ნამდვილი ღიმილით და ემოციებით ძალიან სავსე ვიყავით. და სწორედ ამიტომ მე და გიგიმ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ღრმად შევსულიყავით ამ სოფლებში და გვენახა თუ როგორი იყო სოფლის ცხოვრების წესი, როგორ გამოიყურებოდა მათი სახლები, მაღაზიები თუ სხვა ობიექტები. ამიტომ ნავით კიდევ უფრო ღრმა სოფლებისკენ შევცურეთ. აქაური მაღაზია შეხედე. ის რა ამას ჭამე how much money 5 টাকা 5 টাকা 5 টাকা yeah 5 টাকা რამდენია ხალხო ალბათ 0.10 ცენტი მაქსიმუმ 5 টাকা ნაკლები 10 თეთრი ალბათ მაღაზიაში სტუმრობისას ადგილობრივი ენერგეტიკული სასმელი შემოგთავაზეს და რადგან ძალიან გწყუროდა, უარი ვერ ვთქვით. რა მიყვარს სოფელში მოგზაურობა? მიგდალია და მეც გამახ. ხო შემოვიარე საქართველოს სოფლების ცხენით. დავდივართ ეს სოფლებში. ისა, შეჩემა, ენერგეტიკული დრინკია. აუ მონკლავს იმენა ვეჭვე. ეს ენერგეტიკული სასმელი ნახე კარგად ვსაუბრ. როიცოდეთ. ეგ შეგილია? ეგ შეგილია? აბა სპიდს ხوار დავარეკლამებ. ნავი ვინმე ქართული შემეხმიანი. სპიდით ენერგიაზე მოსულებმა კი გადავწყვეტეთ, რომ ადგილობრივი სახლის გვენახა. კი ძალიან გვერიდებოდა რომ გვეთხოვა, მაგრამ მაინც გავრისკეთ და გამოგვივიდა. Okay? აუ ბავშვ ნახეთ საძინავს. What's your name? Your name? Archil? Archil. his name is shimul Shimul. hoshen yeah Hoshen Shimul. როგორც აღმოჩნდა, საჭმელს გარეთ ამზადებენ ასეთ ადგილას, რომელსაც ალბათ შეიძლება რომ უწოდოთ სამზარეულო. აქედან კი სახლში შევედით, რომ გვენახა პირობები თუ სად ცხოვრობს ამ სოფლის მოსახლეობა, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. აქ ცხოვრობენ ეს ოჯახი 4 კამელეონი, 8 ქვეწარმავალი, 28 ობობა. ნახე რა პუმპულა არის, შეხედე. აუ აკარი რაშა.
კუტუმაკუტუ კუტუმაკუტუ ტანანანა კუტუმაკუტუ ნახე იქ წამერა ნახე კუტუა გეზე მართლა ამოშენე ამ სოფლებში შემოსავლის და ალბათ საკვების ერთ-ერთი ძირითადი წყაროც მეთევზეობა. ამიტომ ეს კაცი სწორედ ამ საქმეს მისდევდა. მეც ვცადე რომ დავხმარებოდი და ნავზეც გადავედი, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ჩემი მოტეხილი ხელით სამწუხაროდ ეს არ გამომივიდოდა. სიმართლე რომ გითხრათ ამ მოგზაურობაში კიდევ ერთხელ დავაფასე თუ რამდენად დიდი რამე გვაქვს ადამიანებს, როცა ჯანმრთელები ვართ. თევზე ვერ დავიჭერე ხალხო ჩემგან ეს მეთევზე რა გაბოდის მაგრამ ამდენი ხალხი აგერ მოვიყვანდა მერე თუ გინდა კაკო ანაკონდაზე თუ წახვალ დაგვიძახები და გიგის წავიდე აქ კი სოფელს დავამშვიდობთ. სიმართლე რომ გითხრათ რთულია ჩამოთვალო თუ რამდენი რამ ვისწავლი ამ მოგზაურობიდან. მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ ამ ვიდეოს ბევრჯერ გადავახვევ და კიდევ ბევრჯერ ვუყურებ. რომ კიდევ ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინო ადამიანების და მათი ცხოვრების შესახებ. არც მოტეხილი ხელით მოგზაურობა იყო მარტივი. დღეში რამდენიმე გამაყუჩებელს სვამდი, მაგრამ ერთი წამითაც კი არ უნდა რომ ხენა არ გადავდე და აქ ჩამოვედი. და თუ მკითხავს სად წავიდოდი ხვალ, არჩევანი რომ მქონდეს გერმანიაში თუ ბანგლადეშში, დაუფიქრებლად დავირჩევდი ბანგლადეშს. რატომ? რადგან აქ ვისწავლე უპირობო ღიმილის და ემოციის ფასი. ბანგლადეში არის ქვეყანა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ჭუჭხში, ტყვერში და ხშირად უკიდურეს გაჭირვებაში. მაგრამ მაინც ინარჩუნებენ ღიმილს სახეზე და არ კარგავენ მომავლის იმედს. ეს იყო მოგზაურობა, სადაც ყველა გამოხედვაში გრძნობდი ძალიან უბრალო სიკეთეს და ეს სიკეთე ნებისმიერ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების ემოციაზე მეტი იყო. We will see you next time.